მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. დღეს მოდი გავშიფრავ გაშლის გარეშე ერთ საკითხს, რომელსაც ხშირად სვამთ თქვენ თვითონ ჩემთან კონსულტაციაზე. დავუშვათ, რატომ მოიქცა ეს ადამიანი ასე, რატომ იქცევა და რა უნდოდა და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ზოგიერთი ახლა ადამიანს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ დავუშვათ უნდა თქვენთან სექსუალური კავშირი ვიღაცას უნდა დავუშვათ მატერიალური კუთხით ისარგებლოს თქვენგან, ასევე არის ადამიანთა კატეგორია, რომელსაც გააჩნიათ თავიანთი დიდი ტკივილი. როდესაც ასეთ ადამიანს უკავშირებთ თქვენს ბედს, ცხოვრებას, თავს, ხო, უკვე ნახეთ, ეს არის მისი მოქმედება, არის მისი სინამდვილეში ქვეცნობიერის ტკივილი, რომელიც თვითონაც ვერ უძლებს საკუთარ თავს და მისი მოქმედება ზუსტად გადმოდის თქვენზე. შესაძლებელია ახლა ამ ადამიანს რომ მკითხოთ, ხო, მთლად ესე აქცენტი არ გააკეთოს და ვერც მიხვდეს, იმიტომ რომ ეს დაუმუშავებელ მოქმედებაში ვითარდება, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ძირითადად ისინი ვერ უძლებენ სიმართლის მოსმენას. დავუშვათ ესეთ ადამიანს რომ უთხრა რომ ვიღაცაზე განაწყდებული არის აპატია, ესეც უჭირთ. და როგორ არის მათი მოქმედება არის ინსტინქტური ამ შემთხვევაში და ეს არ არის მანდამაინც გათვლილი. შესაძლებელია გარკვეული დროის შემდეგ ამ ადამიანებმა გიპასუხოთ, გითხრან თორჩერდება, გაჩერება მინდა და უკაცრავად. ამიტომ შესაძლებელია ამ ადამიანებმა ცოტა ხანში გითხრან ესეთი რაღაცა, რომ დავუშვათ თვითონაც არ იცის რატო მოიქცა, ან რატო იმოქმედა, იმიტომ რომ ეს გამოვიდა ინსტინქტურად, ზუსტად მისი რაღაცა ტრამვირებული ცხოვრებიდან რომ იცოდეთ. ეს უკვე აქ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ დაუშვით რამე ამ ადამიანთან შეცდომა, ან თქვენი ბრალი არის რაღაცა. ახლა გარდა იმისა, რომ შესაძლებელია ურთიერთობისთვის ადამიანი სინამდვილეში ფსიქოლოგიურად არ არის მზად და როდესაც დავუშვათ შემოდის ურთიერთობაში, ხო, არ ელოდება დავუშვათ თუ კი ეს ქალბატონს ახლა ასე მერე როგორ არის იცი, ადვილად ხელმისაწვდომი ეჩვენებათ რაღაცები და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არ არის ეს ადამიანი, ესე იგი მზად, უბრალოდ მოსინჯა მოდი თქვენთან ურთიერთობა და თუ კი რაღაცა გამოვიდა, მერე უკვე შოკირებული არის, ხო? და თუ არ გამოვიდა და ახლა სხვანაირი ხართ. კარგით. იცით რა არის? ასევე არის ის მომენტი, რომ დავუშვათ დაინახა შეიძლება თქვენში რაღაც, რაც მას დავუშვათ არ აქვს. და დავუშვათ წინაზე ერთგულება, ნდობა, გულწრფელობა, რაღაც ცოტა შეიძლება ოჯახიდან განებივრებული რაღაც სიყვარული გააქვს უფრო მეტი სითბო ან თუნდაც მეტი სიტყვაზე არ გაკლდათ ახლა ცუდი ბავშვობა არ გქონდათ რაღაცა, ესეთი მომენტები ხო იქნებოდი ამასთან შედარებით განებივრებული იყავით თქვენ, ეს ყველაფერი უკვე ასეთი ხალხისთვის არის გამაღაზიანებელი, ვისაც ეს ყველაფერი აკლია ზოგადად, ხო? ამიტომ უკვე მოდის ამ ადამიანიდან სხვა რეაქციები, რეფლექსები უკვე სხვანაირად მუშაობს და ესეც როგორ არის იცი, ესეც მისი ტკივილი არის უკვე, ხო? შესაძლებელია თქვენ იყავით ძალიან გახსნილი, ძალიან ლაღის, კი პირიქით იყო რაღაცა თავის ტკივილში არ იყო ამდენად გულღია, ხო? ამ შემთხვევაში ღია ადამიანი, რომელიც გახსნილია უფრო ზიანდება, ეს ზუსტი არ არის, მაგრამ ეს უკვე სიყვარულს უნდა არიან, მაგრამ ის ადამიანი ამ შემთხვევაში სხვანაირად ამ ყველაფერს არ იქონს, ხო?
შესაძლებელია ასევე როგორ არის იცი ასეთი ადამიანი უმეტესად ვერ გიფრთხილდებათ და როგორ არის იცით ამიტომ უმეტესად მით უმეტეს აი ეს ტკივილი ადამიანიდან მოდის და თქვენთან აი მერე გიჩნდება ზუსტად კითხვები ვისთანაც იყავით დაუშვათ ნამდვილი ვისთანაც აი თუნდაც ზოგიერთი არის რომ აი თავდაცვის მიზნით სხვანაირი ტიპაჟები არიან ხო მაგრამ ამ ადამიანთან გაიხსენით დაიჯერეთ ენდეთ აი ესეთი ადამიანები ამ შემთხვევაში უფრო მეტად დაჩაგრულები გამოდიან ხო ეს იცით რა არის ეს არ არის სისუსტე ეს არ არის შეცდომა ეს არის თქვენი სულის პირიქით ლამაზი ნაწილი მაგრამ იმ ადამიანისთვის ეს იცით რა არის ვერ ხედავს არ არის აქ უბრალოდ აი კიდევ აღნიშნავ ამ დროს მოქმედებს ინსტინქტურად მით უმეტეს აქვს მნიშვნელობა კიდევ რომ ცხოვრების რომელ ეტაპზე გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენ რა მდგომარეობაში იყავით თუ ცოტა დაღლილი იყავით ან რაღაც უიმედოდ იყავით ან შეიძლება არის ხო ხანდახან გინდათ გონების გადატანა რაღაცა სხვა რაღაცაზე იმ დროს გამოჩნდა მით უმეტეს ძალიან ცუდი მომენტი არის ეს ზოგადად ურთიერთობისთვის დასაწყებად იმიტომ რომ აი ზუსტად ეს მომენტები როგორ არის იცით აი ესეთ მომენტები ძირითადად არ მართლდება როდესაც ადამიანი უფრო ამ ენერგიებშია და მაშინ შედის ურთიერთობაში შეიძლება ასევე კიდე არ მართლდება ის რომ დავუშვათ ხართ ძალიან ესე რა ვთქვათ მოდით ტკივილს განიცდით ზოგი დავუშვათ დაშორდა ვიღაცა ადამიანს იმ პერიოდში და გაიცნო ახალი და ჯერ ძველი არ აქვს მოშუშებული მონელებული და ესე რა ვთქვათ შედის ახალ ურთიერთობაში ხშირ შემთხვევაში ესეთი ურთიერთობებიც ძალიან მტკივნეული არის. ამიტომ ამ ჩანაწერის აზრი ზუსტად ეს არის, რომ ზუსტად ეს მინდოდა რომ მეთქვა, რომ თქვენს თავში ამ შემთხვევაში დანაშაული არ უნდა ეძებოთ. უბრალოდ უნდა გაიაზროთ, რომ მისი სულიერი მდგომარეობაც, ხო, რა პირობებში არის დაუშვათ ადამიანი აღზრდილი, ან რა პირობები ქონდა ირგვლივ. უნდა გააკეთოთ ესეთ შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ საკუთარ თავთან თქვენ თვითონ გააკეთოთ, ესე ვთქვათ, როგორ იცით, აი საკუთარ თავს გაესაუბროთ. ხო, შეიძლება იმასაც გრძნობთ, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ხო, არის რომ ვიცოდი ასე იქნებოდა სიტყვაზე. აქ უბრალოდ უნდა გააკეთოთ ესეთი რაღაცა. უბრალოდ თქვით თქვენთვის, აი ხმამაღლად შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს სიტყვები დავუშვათ, რომ მე დავუშვი შეცდომა, მაგრამ მე არ ვარ ამ შეცდომის რაღაც ნაწილი, ხო? მე არ ვარ შეცდომა თვითონ. აი შენ რაღაც საკუთარ თავთან ეს თვითგვემა არ უნდა გქონდეთ. უნდა წარმოიდგინოთ ასევე შეიძლება ისეც დაგეხმაროთ ასეთ დროს, რომ გაიზარდეთ და ეს იყო ერთი პატარა გაკვეთილი. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს უნდა მცოდნო და ასე უნდა მომქცეო და უბრალოდ უნდა საკუთარ თავს დაუთხრათ, რომ ახლა უკვე იცით ეს ყველაფერი და სხვანაირად მოიქცევით, ხო? შეგიძლიათ შეცვალოთ
ქმედებები არასდროს არ არის გვიან. იმიტომ რომ ხანდახან ადამიანებიც აი ზუსტად ადამიანურ ბუნებას როდესაც აყვებიან, მაშინ უშვებენ შეცდომებს. იცით რა არის აი საკუთარ თავს უნდა უთხრათ კიდე დავუშვათ ვაბრუნებ ამ ტკივილს გამოცდილებად და თავს ვანთავისუფლებ, დავუშვათ თუ საკუთარ თავს რაღაცას ტუქსავთ და ბრალდება გაქვთ რაღაცა, ბრალდებისგან, ხო? ვაბრუნებ ამ ტკივილს გამოცდილებად და თავს ვათავისუფლებ ბრალისგან, ბრალდებებისგან. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ესეთი რაღაცები, ახლა მედიტაცია და ესე ნახეთ ძალიან კარგია. თუ ტირილი გინდათ, უნდა იტიროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ რაღაც ხმა კარნახობს, რომ ეს თქვენ შეიძლება არ იყავით თქვენი მოქმე, არ გეკუთვნოდათ ეს აქციელი, ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე გავლილი არის, ხო, ამიტომ თვით გვემას უნდა ამ დროს დაანებოთ თავი და ძირითადად გააკეთოთ აქცენტი, აი გაკვეთილი იყო, ეს არ იყო შენი ნამდვილი მე, ხო, რაღაც ესე რომ ვთქვათ. უნდა გაითვალისწინოთ ასეთნაირად მიიღოთ ისევ რომ აი აქედან რაღაც ისწავლეთ. შეიძლება მართალია ეს გაკვეთილი არ გჭირდებოდათ, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ისევ კარმული კუდები არ დარჩეს თქვენს ცხოვრებაში და მოიშოროთ და გადალახოთ. რა თქმა უნდა, აქ იცით რა არის, თუ კი გიჭირთ საკუთარ თავის მაინც არის რომ ხანდახან აი პატიება და ძალიან დიდ ტკივილს განიცდით ამ დროს, ხო? შეგიძლიათ უბრალოდ საკუთარ თავს დაელაპარაკოთ და უთხრათ ისევ თქვენს თავს. აი მე ვბრუნდები ჩემს ნამდვილ თავთან. ის მოქმედება ჩემი არ იყო და მე ვბრუნდები. დავუშვათ შეიძლება ზუსტად ნახეთ ის ეხლა გამიცეთ იქნებ ვიღაცამ პასუხი რომ ის აღარ ვარ ვინც ვიყავი. ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოთ? ამ შემთხვევაში უკვე თუ კი ესეთი შეგრძნება რომ გაქვთ რომ ის არ ხართ ვინც იყავით დავუშვათ და უკვე ესეთი რაღაცები ვეღარ დაიბრუნებთ საკუთარ აი იმ თავს ვეღარ ხედავთ დავუშვათ თქვენს თავს წარსულში ვინც იყავით იმ პიროვნებად. ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ ესე სიმართლეს თვალებში შეხედოთ და ძალიან გულწრფელად საკუთარ თავს ისევ დაელაპარაკოთ ძალიან ნაზად, ძალიან ლომიერად, რა თქმა უნდა. რომ შენ არ დაკარგულ ხარ, შენ უბრალოდ შეცვლილი ხარ. შენ ისევ ნახეთ, კი დავუშვათ ის ძველი მოდი პირობითად რომელი სახელი ავიღო ახლა. კაი ნინო იყოს, ნინო ვარ მე თვითონ, ხო? დავუშვათ ძველი ნინო წავიდა და მე ვემშვიდობები მას. ნახეთ და ეხლა უკვე ხდება ცვლილება, ტრანსფორმაცია და დაიბადა ახალი ნინო, ახალი მე. თქვენ შეგიძლიათ უკვე აი ამ ახალი პოზიციიდან რაც მოგწონდათ კაცო ძველი დავუშვათ ვინ გართმევთ, მაგრამ შეცვლილი ვერსია იქნება, ხო, რა თქმა უნდა. თუმცა უნდა დაემშვიდობოთ, მადლობა გადაუხადოთ და უთხრათ საკუთარ თავს მადლობთ, რომ გამიძელი საკუთარ სხეულს თუნდაც ამდენი ხანი. მაშინ დავუშვათ ცხოვრობდით იმ ცნობიერით, რაც გქონდათ. ეხლა უკვე სხვა ხართ, ახლანდელი შენ ხარ, დავუშვათ და ხედა უფრო მეც, გრძნობ უფრო მეც. კი ბატონო, უფრო მეტად გტკივა. ტკივილი არ ნიშნავს, უნდა იცოდეთ აი დაცემას. ტკივილი არის ეს გაღრმავება რაღაცის სწავლა თუნდაც.
თუმცა ძველი ნინო ვერ იქნებით, იმიტომ სახელდობრო ვამბობ სახელს ხო, იმიტომ რომ ის ნინო მაინც გადარჩა და სადღაც ხო იყო ამდენი ხანი სიტყვაზე. თავისი საქმე გააკეთა. ეხლა უკვე გზა დაგითმოთ თქვენ ახალ ნინოს, დაუშვათ ეკას, ახალი მე, ახალი პიროვნება დაიბადა. ეს გზა, ეს სირთულე იყო უბრალოდ აი ესეთი ცხოვრებისეული გაკვეთილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა რაღაცა ცუდად იქნება ყველაფერი და არა, ეს ნამდვილად არ არის. ეს არის უბრალოდ უკვე უკაცრავად გაიცნოთ საკუთარი თავიდან, საკუთარ თავის გაცნობა. ეხლა უნდა დაუკვირდეთ თქვენს თავს, ვინ ხართ, სად ხართ, როგორ ხართ. და დაიწყოთ საკუთარ თავის ესე რომ ვთქვათ გაცნობა, ხო? ეს არ არის ახლა ესეთი რაღაცა უარყოფა დავუშვათ ძველი პიროვნების, არა. ეს არის პირიქით პატივისცემა ამ შემთხვევაში. და ასევე მიმღებლობა საკუთარი თავის სამომავლოდ. არ აიძულოთ საკუთარ თავს აი ძველებურად ისევ რაღაცა შექმნა, ძველებურად ისევ რაღაცა ეცადოთ, არა. კი ბატონო, ძლიერი უშიშარი შეუვალი და ისე რომ ვთქვათ ესეთი ხართ. შეიძლება ხართ უფრო მეტად მგრძნობიარე, უფრო მეტად გადახედული, უფრო მეტად გაზრდილი, აღზრდილი, მაგრამ უფრო ჭკვიანი, თანამავდროულად, ხო? იგივე ხაფანგში სიტყვაზე მეორეჯერ აღარ გაებმებით სიტყვაზე. ესეც არის. შეგიძლიათ ასევე გააკეთოთ მოკლე პრაქტიკა ჩანაწერის სახით. ან უბრალოდ იფიქრეთ, რა აღარ ხართ, რა ვერ იქნებით, რა თქმა უნდა, და რა არ უნდა იყო სამომავლოდ, რა არ მოგწონს. აი ეს დავუშვათ არ უნდა მოხდეს, ხო? თუნდაც ის რამაც გული გატკინოთ, იგივე წრეზე აღარ უნდა დაბრუნდეთ, ხო? და საჭირო არის ამას გულწრფელად საკუთარ თავს დაელაპარაკოთ. ეს ყველაფერი რომ მოაგვაროთ. ეს იგივე არის, ესე რომ ვთქვათ, ტყავი, კანი რომ გამოიცვალოს ადამიანმა. მარტო კანი არა, შინაგანადაც, აი გარდასახვა მთლიანი. იმიტომ რომ შენ აღარ ახარ ის ძველი პიროვნება. ეს უნდა იცოდეთ და იმახსოვროთ, ეს ტკივილი, ესეთი, ეს არ არის სისუსტე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა დაინგრა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გული მუშაობს, შეგრძნებები მუშაობს და ეს იმას ნიშნავს, რომ თავის მოტყუებაც თავსაც ვერ მოატყუებ. გული იმიტომ გტკივათ, რომ ისევ და სიყვარული არის უბრალოდ და დაუმთავრებელი რაღაც, ხო, რომელსაც ვერ დაიმშვიდობთ. ამიტომ უნდა მოახერხოთ ეს დაიმშვიდობოთ. მას არ უნდა ებრძოლოთ, ბრძოლით არ უნდა იყოს ახლა, იძულებით არ უნდა მოახერხოთ ეს, არ უნდა გამოგივიდეთ. თუ ტირილი გინდათ და ცრემლები მოგდით, იტირეთ. თუ კივილი გინდათ, ბალიში მინდათ, რა თქმა უნდა, რა ვიცი, გზაში ხართ, მანქანაში ხართ, ან იპოვეთ ადგილი სივრცე. ძალიან კარგი არის სხვათა შორის კივილის თემა. იმიტომ რომ ადამიანი მთლიანად აი ამ უარყოფით ვიბრაციებს, ასე რომ ვთქვათ,
გამოყოფს და განაგდებს, ხო? ეს არის ნორმალური. ეს არის უბრალოდ თქვენ ხართ რაღაც გლოვის ეტაპზე, აი საკუთარი თავის ესე რომ ვთქვათ, ტირილისევ და დეპრესია რაღაცა, ხო? იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი გლოვა, როდესაც ამ დღეში არის ადამიანი. ამიტომ აქ მე სიტყვას არ გეუბნებით თქვენ ახლა, რომ მანდა მაინც თავშად გამაგრდი და არა, გადაიტანეთ. ასეთი სიტყვას გეტყოდით მე აქ, გადაიტანეთ. როგორმე გადაიტანეთ. კი ბატონო, გიყვარდათ საკუთარი თავი, საკუთარი მე, წარსული, მაგრამ წარსული პოზიცია არის ეს. შეგიძლია ჩამოწეროთ, რას ეტყოდით საკუთარ თავს. შენს წინ რომ მიდგეს. რა გენატრება მასში ყველაზე მეტად. რა სიტყვას ეტყოდით. ნელ-ნელა უნდა შეძლოთ, ესე რომ ვთქვათ, საკუთარი თავის მიღება. აუცილებლად. თუ ყვირილი არ შეგიძლიათ უბრალოდ სადაც ხართ, რა ვიცი ესე რაღაც დაბალ ვიბრაციაზე ესეთი რაღაც გამოხატოთ, ხო? ძალიან კარგად მუშაობს ესეც. უბრალოდ ასევე შეგიძლიათ ერთი წინადადება, აი ამ ყვირილისა თუ ტირილის დროს გამოთქვათ, რომ აი რაც გტკივათ, გამიშვი, მტკივა, გამიშვი, რომ განთავისუფლდეთ. ეს არის უკვე მცდელობა, ზუსტად თქვენი ორგანიზმი, თქვენი მე, ახალი მე, როგორ არის იცი, ითხოვს განთავისუფლებას, ხო, ძველისგან. და ცდილობს გადარჩენას, საქმე ამაში არის. ამიტომ შესაძლებელია ეს დიდი ხნის მანძილზეც კი გროვდებოდა თქვენში, ხო? ამიტომ უნდა შეეცადოთ, რომ ეს დაასრულოთ გლოვის ესეთი ფორმატით საკუთარ თავთან კიდევ მოისმინეთ ვიდეო, შეიძლება რაღაცები ცოტა არავითარულად ვილაპარაკეთ და ალაგეთ. მიხვდებით თქვენ თვითონ. და ამიტომაც არის აქ გითხარით, რომ გადაიტანო უნდა აი საკუთარ თავს. ესე უნდა უთხრათ. გადაიტანე. აუცილებლად გადაიტანთ. უბრალოდ ესეთი გასაუბრება საკუთარ მესთან არის ძალიან კარგი, იმედია დაგეხმარებათ ეს პატარა ჩანაწერი, ვინც ესე მძიმედ გრძნობთ თავს. და მე ვფიქრობ, რომ უფრო ძლიერი ამის შემდეგ იქნებით. უფრო შეუვალი. ის თქვენი სისუფთავე, ის თქვენი თუნდაც მიამიტობა, ის თქვენი თუნდაც ნდობა ვიღაცამ ბოროტად გამოიყენა, ეს არ არის სისუსტე. მაგრამ იგივე გაკვეთილს არ გაიმეორებთ, აი ამ ყველაფერს კიდევ რომ გადახარშავთ და დაფიქრდებით, კიდევ მოისმინეთ ეს ვიდეო. მიიღეთ საკუთარი თავი, ახალი ვერსია, შეიყვარეთ, რა თქმა უნდა. უკაცრავად. გადაიტანეთ, გაძლიერდით, გამაგრდით.
და აწი შეგიძლიათ გაძლიეროთ თქვენი საზღვრები და იგივე წრეზე არ დაბრუნდეთ და უშოთ სხვა ადამიანებთან. ეს შემიძლია რომ გითხრათ, მე გისურვებთ წარმატებებს, იმედი ეს ვიდეო ვიღაცას გამოადგება და გემშვიდობებით დროებით.